მთიან რელიეფზე ათასობით ვენესუელელი ჯარისკაცი მსვლელობას გადის. ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის და სიმულაციურ შენობებს აფეთქებს. ეს სპეციალურ რევოლუციური ოპერაციაა, რომელსაც ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს. ბოლო დღეებია ვენესუელაში სამხედრო რიტორიკა გაძლიერდა. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარიბის ზღვის აუზში სამხედრო გემები და გამანადგურებლები გაგზავნა. სამხედრო კოლონები 2 დღის წინ შენიშნეს ცენტრალურ ვენესუელაშიც. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ კარაკასიც გაგზავნის სამხედრო გემებს კარიბის ზღვასა და სხვა წყლებში. ზოგიერთ ვენესუელაში ეს პროცესები სპექტაკლი ჰქონია, თუმცა დაძაბულობა ბევრში გაურკვევლობასა და შიშის წვევს. უკვე დიდი ხანია ვენესუელაში დროდადრო ვიგებთ იმის შესახებ, თითქოს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მგონი ჩვენში ბევრია, ვისთვისაც ეს უკვე ცოტა დამღლელია. თითქოს რაღაც ახალი ხდება, ხვალ ვიღაცა ჩამოდის. ისე ჩანს, თითქოს ყოველდღე რაღაც ხდება, მაგრამ საბოლოოდ არაფერი იცვლება. ეს კი გონებასაც გვიღლის, როცა ცდილობ კონცენტრირდე იმაზე, რაც რეალურად იმოქმედებს შენს ხვალინდელ დღეზე. ყოველდღიურად გვიწევს გაურკვევლობაში ცხოვრება, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვიცით რა მოხდება. ამიტომ ერთადერთი რაც ჩვენზეა დამოკიდებული არის ის, რომ დღიდან დღემდე როგორღაც გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ყველაფერი უბრალოდ წარმოდგენაა. ეს სამხრივი წარმოდგენაა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან და მთავრობის მხრიდანაც. რეალურად ეს მხოლოდ ეს არის და შესაბამისად, ის რაც ახლა ხდება, ხშირია სხვა ქვეყნებშიც. როცა მთავრობა გრძნობს, რომ გარე საფრთხის წინაშეა, მაშინ იკრიბება და კედელი ვით ერთიანდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამანადგურებლებისა და პერსონალის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. ნარკოკარტელებთან ბრძოლის გამო, რომლებსაც შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით ფენტანილი და სხვა უკანონო ნარკოტიკები გადააქვთ ამერიკულ თემებში. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ სწორედ ამ ნარკოტიკების გამოა, რომ შტატების ზოგიერთ ქალაქში ძალადობრივი ქმედებები ხდება.